დახმარება უკეთესი ცხოვრებისთვის. რას შეიძლება მოელოდე ანონიმური ემოციონალების შეხვედრებიდან? ვინ მოდის ანონიმური ემოციონალების შეხვედრაზე დასასწრებად? შეხვედრებს ესწრებიან კაცები და ქალები, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას უბედურად მიიჩნევენ, განიცდიან ემოციურ სიძნელეებს და ეძიებენ შვებას. მე მიმიღებენ ამ ჯგუფში? ყველას ვეპატიჟებით ანონიმური ემოციონალების შეხვედრებზე. ჩვენ ერთმანეთს არ ვადარებთ ემოციური სიძნელეების სიმძაფრეს. არ განვიხილავთ ან ვაცხადებთ, რომ ზოგიერთი პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა სახის ემოციებს განიცდი. ამ ერთობაში მონახავ ვინმეს მაინც, ვისაც იგივე გრძნობები ქონია. მრავალი წლის განმავლობაში მთელი ძალით ვცდილობდი საკუთარი თავის მართვას, გაკონტროლებას. თუ მე ამ ანონიმურ ემოციონალებში მოვალ, ნიშნავს ეს, რომ ემოციურად და სულიერად ავად ვარ? გამოჯამრთელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ უძლურები ვართ ჩვენი ემოციების მიმართ. ეს არ გახლავთ იმის განაცხადი, რომ ჩვენ გონებრივად ვართ თავად. თავად ის ფაქტი, რომ საკუთარი ემოციების წინაშე თავს უძლურად ვგრძნობთ, იმედს გვიჩენს, რომ შეგვიძლია ემოციების მოხმარების დამაზიანებელი ზეგავლენა ჩავხსნათ და დავიწყოთ გამოჯამრთელება. თუ ანონიმური ემოციონალების ერთობის წევრები ერთმანეთს არ უწევენ კონსულტაციებს და არ აძლევენ რჩევებს, როგორ უნდა ველოდო დახმარება ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც ემოციურად შესაძლოა ისეთივე დისფუნქციურნი იყვნენ, როგორც მე? ანონიმური ემოციონალების ერთობაში იმისთვის არ მოვდივართ, რომ ვინმემ ჩვენს მაგირად გადაჭრას ჩვენი პრობლემები. არამედ მოვდივართ ჩვენი გამოცდილებების ჯგუფებში გაზიარების მიზნით. ხოლო როდესაც ჩვენი გამოცდილებების ჯგუფისთვის გაზიარების შემდეგ ვხედავთ ერთობის წევრების მხრიდან მიმღებლურ და გულისხმიერ დამოკიდებულებას, საკუთარი სიძნელეების სიმძაფრე კლებულობს. ვისმენთ რა სხვების გაზიარებებს, აღმოვაჩენთ, რომ რასაც ვგრძნობთ არაა უნიკალური ან ირაციონალური და სხვებსაც ჰგონიათ იგივე ემოციები. ეს გამოცდილება გვეხმარება, რომ ჩვენში არსებულმა დამთვრგუნველმა შიშებმა უკან დაიხიოს. თუ ჩემი ემოციური სიძნელეების გამო მიჭირს სხვების წინაშე საუბარი, როგორ მოვახერხებ მივიღო შეხვედრებისგან სარგებელი? თუმცა გამოჯამრთელებისთვის ჩვენი ემოციების გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, დახმარების მიღება სხვების მოსმენითაც კი შეგვიძლია. ეს გვეხმარება მივხვდეთ, რომ ემოციური სირთულეები სხვებსაც აქვთ და ამ გამოწვევის წინაშე მარტო არ ვართ. საკუთარი გამოცდილების შესახებ სხვების გაზიარებები ქმნის კავშირს ჩვენ შორის. ის ადამიანები, ვინც თავს საკმაოდ მორცხვად ან განაწყენებულად გრძნობენ იმისთვის, რომ თავიანთი გამოცდილებები გააზიარონ, თანდათან გაიხსნებიან და დაიწყებენ იმ ემოციების შესახებ საუბარს, რაც აწუხებთ. ვინმე შეეძლება საუბარი ან გაზიარება რომ მაიძულოს? ამას არავინ გააკეთებს. შეხვედრებზე ყოველ წევრს აქვს არჩევანის თავისუფლება გააზიაროს ან არა საკუთარი გამოცდილების და ემოციების შესახებ. ოდესმე ყოველ ჩვენგანს უგრძნია დუმილი საჭიროება მაშინ, როდესაც სხვები აზიარებენ. ჩვენც პატივს ვცემთ მათ, ვისაც იგივე საჭიროება აქვთ. ჯგუფის ლიდერებმა შესაძლოა გაზიარებისკენ მოგიწოდოთ, რითაც შეხვედრაზე დამსწრეებს გაზიარების შესაძლებლობის შესახებ შეახსენებს. მარტივი პასუხი მე ამჯერად გამოტოვებ, ნიშნავს, რომ თქვენ შეხვედრაზე გაზიარების გარეშე დასწრება გირჩევნიათ. ეს ვარიანტი მისაღებია. არსებობს თუ არა ჯგუფის ლიდერი, მომცემენ თუ არა რჩევას. ჩვენ შეხვედრებზე რჩევა არავინ უნდა მოგცეს. შეხვედრის წაყვანაზე ჯგუფის ერთი წევრია პასუხისმგებელი. ეს ადამიანი არ არის მრჩეველი ან მენტორი და არ აქვს სხვა წევრებზე მეტი უფლებამოსილება. სურვილის შემთხვევაში ჯგუფის ნებისმიერ წევრს შეუძლია შეხვედრის წაყვანა. საუკეთესო ვარიანტია თუ შეხვედრის წამყვანები პერიოდულად შეიცვლებიან. ზოგჯერ მაშინებს ჩემივე ემოციები, რომელთა კონტროლი არ შემეძლია. ხანდახან ეს ემოციები არაკეთილგონივრული ხასიათისაა. ვინმე ამის გამო გამაკრიტიკებს? ანონიმური ემოციონალების ერთ-ერთი იდეა მოგვიწოდებს, რომ არ განვსაჯოთ და გავაკრიტიკოთ სხვები. ყველაფერი, რაც კი გიგრძნია და შენივე აღქმით, როგორი არაგონივრულიც უნდა ყოფილიყო ეს ემოციები, იცოდე, რომ შესაძლოა ჯგუფიდან ერთ ვინმეს მაინც უგრძნია იგივე. ფაქტია, ბევრი ჩვენგანისთვის ანონიმური ემოციონალების შეხვედრები უსაფრთხო ნავსაყუდლად იქცა, სადაც შესაძლებელია გააზიარო ნებისმიერი რამ და მიიღო გაგება. ანონიმური ემოციონალების ერთობის კიდევ ერთი იდეა კი მოგვიწოდებს, რომ ჯგუფების შეხვედრებზე გაჟღერებული ნებისმიერი საუბარი რჩება ამავე ჯგუფის შეხვედრაზე და არ ვუბრუნდებით, ან ვაზიარებთ ამ თემებს სხვებთან, ვინც კონკრეტულ შეხვედრას არ ესწრება. საკუთარი აზრების გაზიარება ჯგუფში კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ როგორ მოვიქცე თუ ვგრძნობ, რომ მე მჭირდება პირადად ვესაუბრო ვინმეს?
მიუხედავად იმისა, რომ ანონიმური ემოციონალები გაზიარების დროს მიჰყვება რეკომენდაციას თავი შევიკავოთ უკავშირის, პასუხის და პარალელური საუბრისგან, ერთობის წევრებს შეხვედრების მიღმა შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი. ხშირად ხდება, რომ ჯგუფში ერთ ან რამდენიმე მონაწილესთან თავს ჰარმონიულად გრძნობთ. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ახლო და სასარგებლო მეგობრული ურთიერთობა. ოფიციალურად უნდა შეუერთდე ერთ კონკრეტულ ჯგუფს? ასე არ არის. თუ შენ სიახლოვეს ტარდება სხვადასხვა შეხვედრა, შეგიძლია იმდენ შეხვედრას დაესწრო, რამდენსაც გინდა. ადამიანთა უმეტესობას ურჩევნია შეარჩიოს ჯგუფი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს. თუმცა შენ გაქვს არჩევანის თავისუფლება იცვალო ჯგუფები და დაესწრო იმდენ შეხვედრას, რამდენსაც გინდა. რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ვიარო შეხვედრებზე? იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მოგინდება. ადამიანთა უმეტესობა შეხვედრებს სისტემატურად ესწრება, რაც უწყვეტ ემოციური სტაბილურობის მიღწევას უზრუნველყოფს. ერთობის მრავალი წევრი გეგმავს შეხვედრებზე დასწრებას მთელი ცხოვრების განმავლობაში, რადგან ანონიმური ემოციონალები მათი ცხოვრების გზად იქცა და თავად კი სურთ თვით დახმარების ჯგუფებზე ახალმოსულებისთვის იყვნენ დამხმარე საკუთარი გამოცდილების და პროგრამის შესახებ გაზიარებით. მიუხედავად ჩამოთვლილი ვარიანტებისა, აღნიშნულ შეკითხვაზე თავად უნდა უპასუხო. ანონიმური ემოციონალების მრავალი შეხვედრა ტარდება ეკლესიებსა და სამკურნალო დაწესებულებებში. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი იმას, რომ ჯგუფების შეხვედრები ზემო აღნიშნული ინსტიტუტების მიერ ფინანსდება? არა. ეკლესიები თანაგრძნობით არიან განწყობილი 12 ნაბიჯის პროგრამის ჯგუფების მიმართ და ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფენ შეხვედრებისთვის სივრცეებს. ზოგიერთი სამკურნალო დაწესებულება 12 ნაბიჯის პროგრამას ღირებულად მოიაზრებს საკუთარ თავზე ზრუნვის თვალსაზრისით და ამის გათვალისწინებით ჯგუფების შეხვედრებს თავიანთ სივრცეებს უთმობენ. ანონიმური ემოციონალების ერთობა დანამდვილებით უზრუნველყოფს ჩემს გამოჯამრთელებას? არ არსებობს იმის გარანტია, რომ 12 ნაბიჯის პროგრამა უზრუნველყოფს სამუდამო გამოჯამრთელებას. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მრავალმა ადამიანმა მოიპოვა სიმშვიდე და გამოჯამრთელდა ანონიმური ემოციონალების პროგრამის საშუალებით. ამ გზაზე თქვენთვის საუკეთესო ორიენტირი იქნება ანონიმური ემოციონალების ერთობის წევრებთან საუბარი და მათი პირადი გამოცდილების მოსმენა იმის შესახებ, თუ რა მოუტანა პირადად მათ ანონიმური ემოციონალების პროგრამამ. არის თუ არა ანონიმურ ემოციონალებში ფინანსური ვალდებულება? არა, შეხვედრების ფარგლებში ყოველი შემოწირულობა ნებაყოფლობითია, თუმცა ორგანიზაცია მხოლოდ შემოწირულობების საშუალებით ფუნქციონირებს. ამიტომ რეკომენდირებულია როგორც თქვენი ჯგუფების ხარჯების საკითხებში, ასევე საერთაშორისო მომსახურების ოფისის ხარჯებში მხარდაჭერის გამოხატვა. არანაირი მუდმივი საფასურის ან რაიმე სახის ვალდებულება არსებობს. ასევე ნებაყოფლობითია ანონიმური ემოციონალების სახელმძღვანელოების და ლიტერატურის შეძენა. ეს კითხვები დაგეხმარება გაერკვე შეუძლია თუ არა ანონიმური ემოციონალების ერთობას დაგეხმაროს. ხშირად გრძნობ ნერვიულობას, დაძაბულობას ან მოწყენილობას? იტანჯები მომნელებელი სისტემის დარღვევების ან ხშირი თავის ტკივილისგან? გიჭირს ჩაძინება ან დიდხანს გძინავს? ჭამ, როდესაც არ ხარ მშიერი ან უმადობა გაწუხებს? სევდიანი ხარ ან ტირი, როცა ამის ცხადი მიზეზი არ გაქვს? გიჭირს გადაწყვეტილებების მიღება? უმეტესი საკითხის მიმართ გულგრილობას გრძნობ? გრძნობ თავს დამნაშავედ, როდესაც ამის ცხადი მიზეზი არ არსებობს?